გამარჯობათ. ადამიანის სხეულით რომ იზრდება, წესით სულითაც უნდა იზრდებოდეს, მადლის მიერ. ჩვენ კი ეკლესიაში დავდივართ ხოლმე წლების მანძილზე, აღსარებას ვამბობთ, ლოცულობთ, მარხულობთ, ვეზიარებით. მაგრამ მაინც მუდმივად პირველ ან მეორე კლასში ვრჩებით. მადლი მცირედად გვეხმარება ხოლმე. აზრები და გულის სიტყვები მაინც გვტანჯავენ. ანუ ეშმაკები მაინც გვესაუბრებიან გულის სიტყვებით და ჩვენს გონებაზე მაინც აქვთ წვდომა. წლები რომ გადიოდეს და ბავშვი არ იზრდებოდეს. ხომ თავზარი დაგეცემათ. ესე იგი, პრობლემა არსებობს, ორგანიზმში რაღაც ხდება, გაუმართავობა. ზუსტად ასევე, თუ ეკლესიაში დავდივართ, ლოცულობთ, მარხულობთ, ვეზიარებით, მაგრამ ვერ ვახერხებთ ჩვენი შინაგანი ადამიანის შეცვლას, ვერ ვიზრდებით სულიერად, თითქოს მუდმივად წრეზე დავდივართ. ესე იგი, ეს შემთხვევით არ ხდება, აუცილებლად არსებობს იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული პრობლემა, რომელიც იწვევს განვითარებაში შეფერხებას. მე სტუმრა ერთი ქალბატონი 20 წელია შრომობს, წვალობს, რომ მონაზნობას მისცდეს და საუბარში ასეთ რამეს მეკითხება. ეს წელიწადიო, ცხენისაა თუ კურდღლისაო. კიდევ მახსოვს ასეთი შემთხვევა. დამიძახეს მიცვალებულისთვის წესის აგების ლოცვაზე. წირვის შემდეგ წავედი და ვხედავ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 11 საათზე ეკლესიაში იდგნენ საზიარებლად, პირველ საათზე გასვენებაში დგანან და სიგარეტს მადიანად ეწევიან. არანაირი კვალი აღარ არის დარჩენილი იმისი, რაც 2 საათის წინ იყო. უამრავი ქრისტიანი ეშმაკის სიბინძურეს სათუთად ინახავს ხოლმე თავის გულში. არ ეთმობა, რომ ნაგავი გადაყაროს და მერე უკვირს, რომ სუნი აზდის და ბუზები ეხვევა. ნებისმიერი აზრი, წარმოდგენა, შთაბეჭდილება, არათუ უხეში ცოდვები, როგორიცაა ლოთობა, მოწევა, გინება, ქურდობა, არამედ გულის უფაქისესი მოძრაობებიც კი, ძნელად შესამჩნევი შთაბეჭდილებები, მიდრეკილებები, რომლებიც ღვთის ჯულს ეწინააღმდეგებიან, როგორც ნაგავი, ეგრე უნდა გადაყაროთ. ნაგავს რომ ყრით ხოლმე, ხო არ ტირი ხართ, რომ ოქროები დავკარგეო. ასე უნდა გადაყაროთ და არ უნდა დაგენანოთ. ადამიანი ეკლესიაში კი დადის ხოლმე, მაგრამ თავისი შინაგანი გონებით, აზრებით, ღვთის ჯულს არ ეთანხმება ხოლმე. ვერ იჯერებს, რომ 2 × 2 არის 4. რაღაც თავისი საკუთარი, რაღაც შიზოფრენიული მათემატიკა აქვს. 2 × 2 27-ია, 3 × 3 15 და ასე ცხოვრობს. და ეშმაკი ცდილობს ხოლმე, რომ ადამიანთან კონტაქტი აუცილებლად შეინარჩუნოს, რომ დაცემაში დატოვოს და სასופველი დააკარგინოს. ეს კი ხდება ცრუ აზრების შეთვისებით. სიცრუით, ცოდვებით, ცრუ აზრებით იბლოკება ადამიანის სულიერი განვითარება. ეშმაკი კმაყოფილი არის ხოლმე ასეთი მდგომარეობით. ასეთ ადამიანებში საფრთხეს ვერ ხედავს და აღარ ებრძვის. რადგან იცის, რომ მადლს ვერ იშოვიან, თუ რამე იშოვეს დღის ბოლომდე დაკარგავენ და წყნარადაა. თვითონ ასეთი ქრისტიანებიც კმაყოფილები არიან თავისი ცხოვრებით, ის რომ ბრძოლები არ აქვთ, მარტო სიტყვა იციან ხოლმე, ბრძოლები დაგეწყებაო, ეს რას ნიშნავს არ იციან და გონიათ, რომ ეს არის მათი მადლმოსილების შედეგი. ღმერთი მოწყალეა, დალევენ, მოწევენ, ღმერთი კიდე შეუნდობს. ასე ვიბედნიერებთ ხოლმე თავს. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აკონტროლოს თავისი შინაგანი სამყარო, რომ არ მოხდეს სიცრუით ინფიცირება, რომ არანაირი აზრი
არანაირი შეხედულება და შთაბეჭდილება, რომელიც ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, არ შემოიჭრას ჩვენ სულში და არ შევითვისოთ და არ გავითავისოთ. სწორ სულიერ ცხოვრებას უნდა ამოწმებდეს მადლი. თუ ჩვენ წლების მანძილზე მოღვაწეობთ და არ ხდება რადიკალური ცვლილებები, ძირეული ცვლილებები, ესე იგი ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და როგორც საცერით რომ მდინარიდან წყალი ამოიღო, კი ვიღებთ, მაგრამ რასაც ვიღებთ, იქ ვერ რჩება. ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ღვთისწმინდანებს და ეს ადამიანები ამ ქვეყნადვე მადლმოსილები იყვნენ. ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს ასეთი შემთხვევა, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, რომ ვიღაცა იყო სულიერად მაჩანჩალა, სუ გაუბედურებული, სუ აესე რომ ვერ დგება, სუ აესე. ღვთისგან წყალობა მიუღიათ, მაგრამ ასეთი ადამიანი გარდაცვლილიყოს და ანგელოზებში ჩამდგარიყოს, ასეთი რამე მე არ გამიგია. ვიმოღვაწეოთ, ცათა სასუფეველი იძულებისო. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ძალდატანება. იძულება. მამებს უწერიათ, ეს არის შტურმით აღება. როგორც ციხესიმაგრეს იღებენ შტურმით, ასე უნდა ავიღოთ ჩვენი ცოდვილი ბუნება, დავიპყროთ ძალით. მერთმა გაგახაროთ.